$2008-ში და 2008-მდეც ცხინვალის რეგიონში ისინი მოქმედებენ ეს თითქოს ეს არის რაღაც ადგილობრივი ეთნიკური რაღაცა დაპირისპირება, ყველა ეს ინციდენტი არის ეთნიკური სიძულვილის საფუძველზე და მიუღებლობის გამო ოსური საზოგადოებისა ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ და რუსეთი ასრულებს მშვიდობის ყოფნის როლს და მაგრამ პრობლემები არის და მე ქართული მხარის ნაბიჯების შედეგად ეს არის მათი ხაზი მივიდა ეს ყველაფერი ამ დაპირისპირებამდე. რეალურად იქამდე სანამ უკვე ღია სამხედრო მოქმედების შეერთებოდა რუსეთის ფედერაცია როგორც აგრესული იქამდე ჩვენ გვაქვს და საზოგადოებისთვის საინტერესოა ცნობილია უამრავი მასალა პირდაპირ მხარეთ ყოფნისა, ხო? ანუ თანამდებობებზეც კი, როდესაც მათ ჩათვალეს, რომ ქართული სახელმწიფო ძლიერდებოდა და ეს დაინახეთ საფრთხეს, ხაზმინა გაუსვა სახელმწიფოს შექმნის საფრთხე დაინახეს და არა ცხინვალთან მიმართებაში სპეციფიური საფრთხე მხოლოდ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. მაშინ აქ დაიწყო დანიშვნა საკვანძო ეგრეთ წოდებულ თანამდებობებზე პირდაპირ რუსეთის მოქალაქე სამხედრო და უშიშროების ოფიცრების. მთელი სიარსებს ანუ ეს არის საიდუმლო ინფორმაცია კი არ არის. ანუ ეგრეთ წოდებულ პროქსებს თუ ისინი დისტანცირებული იყვნენ სახელმწიფო აპარატისგან აღარ ენდობოდნენ. კოკოითის დანიშვნაც ნაწილი იყო ამის, მაგრამ კოკოითის შემდეგ უკვე პირდაპირ იყო თქვა თავდაცვის ოფიცერი იყო რუსეთის ფედერაციის და იქ გადადგა და აქ დაინიშნა მინისტრად. შენასაკუთრებით მინძაევი. მე არ მინდა გვარები მე თუ დაგაინტერესებ მის შესახებ დეტალური მასალა არის მომზადებული თავის დროზე სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი. მიხოთ რომ ივანიშვილის რეჟიმის მოსვლის შემდეგ ეს საჯაროდ სივრციდან ოფიციალური პრეზენტაცია გააკეთეს, მშვიდობის საბჭოს ჰქონდა დადებული მთელი ეს ქრონოლოგია, დეტალები და რაღაცები, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს და ხელმისაწვდომია. ამიტომ ეს უბრალოდ წინა ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვითარებები ორივე ფრონტზე ოკუპაციის აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც 90-იანებით დაწყებული, გაგრძელებული შემდეგ ვარდების რევოლუციის შემდეგ რუსეთის მხრიდან ესკალაციით იყო მთლიანად რუსეთის დაპირისპირება ქართული სახელმწიფოს მიმართ. სადაც უბრალოდ ეს პრეტექსტი, ასე ვთქვათ, გამოიყენებოდა ამისთვის. მაგრამ თარიღის საკითხს რო დაუბრუნდეთ, თარიღი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი მტრის პროპაგანდის მთავარი საკითხი არის, მთავარი ერთ-ერთი საკვანძო თემა არის, ფილმიც გადაიღეს 0-8 თუ არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა, ცხიც ნახვა, მაგრამ აჩვენებს, რომ რუსეთი უბრალოდ ჰუმანიტარულ ჩარევას ახორციელებდა და თავდაპირველი ვერსიით გენოციდი აღკვეთა იქ ქართული სახელმწიფოს მიერ რუსების და მე უკვე იყო რომ აი საკუთარი მშვიდობის ყოფილები დაიცვა. იმიტომ რომ გენოციდის არგუმენტი იმ მასშტაბის აბსურდი იყო, რომ სწრაფათვე იქნა მეტნაკლებად ეფექტურად განაეტრალებული. და რვა იმიტომ რომ რვაში მათ გამოაცხადეს რომ მოქმედებენ. ამიტომ ბუნებრივია ნებისმიერი თარიღი იქამდე არის ეწინააღმდეგება მათ ხაზს.